წლის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური სხდომა მანჰეტენის დენიელ პატრიკის სასამართლოში 9 საათს გაგრძელდა. ნარკოტიკებზე, კოკაინის შეტანის შეთქმულებაზე, ტყვია მრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების ფლობაზე და შტატების წინააღმდეგ შეთქმულებაზე ვენესუელას დაპატიმრებულ პრეზიდენტსა და მის მეუღლეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. შემდეგი სასამართლოს სხდომა 17 მარტს ჩაინიშნა. დაკავებულები თავს ყველა ბრალდებაში უდანაშაულოდ მიიჩნევენ. მე არ ვარ დამნაშავე, მე პატიოსანი ადამიანი ვარ, მე კვლავ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ. დიახ, მე ვარ სილია ფლორეს მადურო, მე ვენესუელის პირველი ლედი ვარ. პარალელურად კარაკასში დელსი როდრიგესმა ოფიციალურად დადო ფიცი როგორც ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა. ფიცის დადების ცერემონია მისმა ძმამ ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ხორხე როდრიგესმა წარმართა. ცერემონიას მადუროს შვილიც დაესწრო, რომელიც საკმაოდ მწვავე განცხადებებით გამოირჩეოდა. სახელმწიფო მეთაურის გატაცების პროცესის ნორმალიზებას თუ მოვახდენთ, არც ერთი ქვეყანა არ იქნება უსაფრთხო. დღეს ეს ვენესუელაა, ხვალ კი შეიძლება ნებისმიერი ერი იყოს, რომელიც უარს იტყვის დამორჩილებაზე. ვენესუელაში რაც შეიძლება სწრაფად ჩასვლა დაანონსა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მარია კორინამ, რომელმაც სამხედრო ოპერაციას კაცობრიობისთვის უზარმაზარი ნაბიჯი უწოდა და ტრამპისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა, თუმცა გასული დღეების განმავლობაში გაკეთებული განცხადებებით ნათლად გამოჩნდა, რომ შტატების პრეზიდენტი კორინაზე ფსონის დადებას არ გეგმავს. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას დონალდ ტრამპი იმსახურებდა და ეს მსოფლიოს ვენესუელაში თავისი ქმედებებით დაუმტკიცა. შტატების მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია მწვავედ გააკრიტიკეს გაეროში. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადებით, ოპერაცია ვენესუელაში ძირს უთხრის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. სახელმწიფოებმა არ უნდა მიმართონ ძალას საკუთარი ტერიტორიული პრეტენზიების ან პოლიტიკური მოთხოვნების გასატარებლად. ვენესუელის საზოგადოებას გაჯანსაღება სჭირდება, ხოლო ქვეყნის მომავალი ხალხმა უნდა განსაზღვროს. როგორც ჩანს, გაეროს განცხადებები არასერიოზულია ვაშინგტონისთვის. არ მაინტერესებს, რას ამბობს გაერო. ამის შესახებ შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომელმაც საკითხის გაშუქების კონტექსტში მედიას გააკრიტიკა. მე ბევრი ასეთი გაშუქება ვნახე, ეს ყალბი გაშუქებაა და გეტყვით, რომ იქ ნათქვამია თითქოს ვენესუელა ნარკოტიკების ტრაფიკინგში ჩართული არ არის, რადგან გაერო ამბობს, რომ ისინი ამ საქმეში არ მონაწილეობენ. მე არ მაინტერესებს, რას ამბობს გაერო. გაერომ არ იცის, რაზე ლაპარაკობს მადუროს ბრალი. ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის ნაფიც მსაჯულთა დიდმა ჟიურიმ წაუყენა. ეს ნიშნავს, რომ ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქმა დიდ ჟიურის მტკიცებულებები წარუდგინა, ამიტომ პირველ რიგში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს, რომ ის ნიკოლას მადურო შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების ტრაფიკინგში ბრალდებული და ამერიკული მართლმსაჯულებისგან მიმალული პირია. ვენესუელა არ უნდა აღმოჩნდეს არასტაბილურ მდგომარეობაში, ასეთი ანკარის პოზიცია. საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა თურქეთისა და შტატების პრეზიდენტებს შორის. თურქეთის პრეზიდენტის გენერალური დირექტორატის ინფორმაციით, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი არ იწონებს არანაირ ქმედებას, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს. ერების სუვერენული უფლების დარღვევა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა სარისკო ნაბიჯებია, რომლებმაც შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს გლობალურ დონეზე. სამყაროში, სადაც კანონის ძალაუფლების ნაცვლად ძალაუფლების კანონი ჭარბობს, არასტაბილურობა, კრიზისი და კონფლიქტი გარდაუვალია. ბატონ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ჩვენ მას ჩვენი ქვეყნის შეშფოთება გავუზიარეთ. საკითხის შეფასებისას საკმაოდ თავშეკავებული იყო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც BBC-სთან ინტერვიუს დროს კონკრეტული პასუხი არ გასცა კითხვას, რამდენად სწორი იყო ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაცია. თქვენ წარმოუდგენლად, ნათლად და თანმიმდევრულად ამბობდით, რომ ვლადიმერ პუტინის თავდასხმა სუვერენულ ქვეყანაზე უკრაინაზე არასწორი იყო. მას რა სიტყვით პრეზიდენტ ტრამპის თავდასხმაზე სუვერენულ ქვეყანაზე ვენესუელაზე? ამ ეტაპზე სიტუაცია სწრაფად ვითარდება, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის უცნობი. დაგმობთ თუ არა სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ამ ქმედებას? მსურს ყველა მნიშვნელოვანი ფაქტის შეკრება, რადგან ჩვენ უბრალოდ ჯერ არ გვაქვს სრული სურათი. მე უნდა ვესაუბრო პრეზიდენტ ტრამპს და ჩვენს მოკავშირეებს. პარალელურად ვაშინგტონი ვენესუელის ნავთობსაბადოების ათვისებისთვის ემზადება. შტატების ენერგეტიკის მდივანი კრის რაითი მიმდინარე კვირას ნავთობ კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდება, რათა განიხილოს ამერიკული კომპანიების მეშვეობით ვენესუელაში ნავთობის საბადოების მუშაობის განახლების საკითხი. როგორც ენერგეტიკის დეპარტამენტში აცხადებენ, რაითი ნავთობ კომპანიების წარმომადგენლებს მაიამიში გასამართ ერთ-ერთ კონფერენციაზე შეხვდება.